როგორ გამოვიდეთ ტოქსიკური გარემოდან თუ გვაქვს სიახლის შიში? კითხვა დასვა მაგდალენა ყიფშიძემ. პასუხობ. იმისთვის რომ გამოვიდეთ ტოქსიკური გარემოდან აზე არა ვარ. კაი. პირველი პირდაპირ თქვი და აღიარე რომ გაქვს სიახლის შიში, რაც იმას ნიშნავს რომ გეშინია კომფორტის ზონიდან გამოსვლა, იმიტომ რომ კომფორტის ზონის იქეთ არის სიახლეები, ოცნებები და ყველაფერი. უნდა შეიძულო კომფორტის ზონა და კარგად ჩამოწერო რისკენ მიყავ ხარ ამ კომფორტის ზონას. 10 წელიწადში სად იქნები რომ არაფერი შეცვალო დღეს. და უფრო მაგრად უნდა შეგეშინდეს ამ 10 წლის მერე რა შედეგს გამოიღებს კომფორტის ზონაში დარჩენა და შეხვდა შიშს პირისპირ. მხოლოდ ესე წავა შიში, როცა მას შეხვდები და არა როცა გაიქცევი მისგან. როცა შიშს გაიქცევი, ის მუდმივად გამოგეკიდება და როგორც კი შეხვდები, მაშინ დაგანებებს თავს. აი ესე, ნახე, როცა შენ მიდიხარ შიშისგან, შიში მოგზდევს, როცა მიდიხარ შიშისკენ, შიში მიდის თავისი გზით, შენ მიდიხარ აგრძელებ გზას შენი გზით. და ზუსტად ესე მოიშორებ ტოქსიკურ გარემოცვასაც. იმიტომ რომ ტოქსიკური გარემოცვა რჩება კომფორტის ზონაში. შენ კიდე კომფორტის ზონიდან გახვალ. ისინი დარჩებიან მან, შენ გახვალ, ავტომატურად მოიშორებ როგორც კი გადალახავ სიახლის შიშს. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, კი იტყვი ახლა რა თქმა მარტივია, რა ვქნა, ანუ შენს ნაცვლად მე ვერ გამოვალ კომფორტის ზონიდან. შეხვდი შიშს პირისპირ. ეგ არის და ეგ.